გაგრძელებენ თუ არა Bitcoin და Ethereum-ის ფასი ვარდნას. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ Bitcoin და Ethereum-ის ფასზე, გაგრძელებენ თუ არა ისინი ვარდნას და რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ბაზარი წავიდეს მაღლა, ან ბაზარი წავიდეს ქვემოთ. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ჩვენ განვიხილავთ სცენარებს და ჩვენ ვიზუნებთ იმაზე, რომ ამ სცენარებისთვის ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებულები. აქვე დავამატებ იმას მეგობრებო, რომ Bitcoin და Ethereum იმყოფებიან ძალიან სიგნიფიკანტურ და ესე ვთქვათ, ძლიერ ლეველზე და ის ლეველი თუ დავკარგეთ, შეიძლება ბაზარი წამოვიდეს ქვემოთ. ამიტომ ძალიან საინტერესო ვიდეო გვილის მეგობრებო წინ და მოდი პირდაპირ გადავიდეთ ჩარტებზე. გადავიდეთ ჩარტებზე მეგობრებო და როგორც ყოველთვის დავიწყოთ ისე ვიკლითი, ჯერ დავიწყოთ რა თქმა უნდა Bitcoin-ით და შემდეგ გადავიდეთ Ethereum-ზე. რას ხედავთ ახლა მეგობრებო აქ ვიკლიზე ვხედავთ რომ ჩვენ გვქონდა აქ Bitcoin-ზე ლეველი, რომელიც ვერ გავარღვიოთ, ანუ ამ ყველა ხედავს აქ რომ ეს იყო I'm so sorry. Okay. ყველა ვხედავთ რომ აქ იყო ეს ლეველი ვიკლიზე, რომელიც ვერ გავარღვიოთ, აი ამან გაგვაკეთებინა ჩვენ all time high. შემდეგ ამ მეორე ვიკმანს გავაკეთებინა all time high, მაგრამ ეს იყო უბრალოდ ლიკვიდობის აღება. ეხლა მოდი დავიწყოთ იქიდან რომ რატო წამოვიდა ბაზარი ქვემოთ. ზოგი ამბობს რომ ჯენ პაულმა ის თქვა, ზოგი ამბობს რომ ტრამპმა ის იქნა, ზოგი ამბობს რომ ამის გულიზე, ამის გულიზე, მაგრამ ამ ყველაფრის შეიძლება ქონა რაღაც გავლენა, მაგრამ ომი რო ხდება, რახან ომი დაიწყონ, რახან ვიღაცამ რაღაცა თქვა, მაგიტომ ბაზარი არასდროს არ წავა არც მაღლა და არც ქვემოთ. ბაზარი მაღლა და ქვემოთ მინდის, იმიტომ რომ მე და შენ ვმართავთ ამ ბაზარს, მე რო ვყიდი და შენც რომ ყიდი და ჩვენს გარდა ყველა სხვა რო ყიდის, მილიონი კაცი ან 10 მილიონი, არ აქვს მნიშვნელობა, 50-70% რომ ყიდის, მაგ შემთხვევაში ბაზარი მოდის ყოველთვის ქვემოთ, ხო? და როცა ვყიდულობ ბაზარი მიდის ქვემოთ, ამიტომ ის კითხვა თუ რატო წამოვიდა ბაზარი ქვემოთ, ამაზე ყოველთვის შემიძლია ძალიან ადვილი პასუხი გაქცე, იმიტომ რომ მე და შენ გავყიდეთ, ხო? აქაც მე რა თქმა უნდა გავყიდე, Ethereum-ზეც გავყიდე, სხვებმაც დააფიქსირეს სავარაუდოდ მოგება და იმიტომ წამოვიდა ბაზარი ქვემოთ, იმიტომ რომ ყველამ დააფიქსირა მოგება, როცა შენ ხედავ რომ შენი საფულე, შენი ტრეიდი, შენი ინვესტიცია გაიზარდა 30-50%, რა თქმა უნდა გაყიდო, ხო? და რაღაც სიგნიფიკანტურ ლეველზე, სადაც ელოდები რომ მოხდეს რაიმე ინტერაქცია, უნდა გაყიდო და ბაზარი რო წამოვიდა ქვემოთ, იმ გაყიდულით რა თქმა უნდა შეგიძლია რეინვესტიცია გააკეთო და ისე ვიყიდო, წარმოიდგინე აქ სადმე რო გაგეყიდა, ხო? ანუ მოდი არ დავატარგეთოთ time high, იმიტომ რომ აქ თუ ელოდებოდი ეს უბრალოდ გამბლინგია, საშუალო ავიღოთ, მოდი ვთქვათ რომ აქ გაყიდე, დღესდღეობით შეგიძლია შენ 10%-ად, პლუს-მინუს 9-დან 10%-ამდე უფრო იაფად გეყიდა იმ გაყიდულით Bitcoin, ხო? და უფრო ქვემოთ თუ წამოვიდა ფასი, უფრო იაფად შეგიძლია Bitcoin-ის ყიდვა იმ ფულით, რითაც დააფიქსირე მოგება და ამით შენ უბრალოდ შენი Bitcoin-ის პოზიციას ზრდი, ხო? ამიტომ ის კითხვა, რაც მოდის ხოლმე ხშირად თუ რატო წამოვიდა ბაზარი ქვემოთ, ამაზე ყოველთვის ძალიან ადვილი პასუხი მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ შენ და მე გავყიდეთ. რა თქმა უნდა, აქ როლს თამაშობს ის ფაქტები, რომ ეკონომიკაში რა ხდება, რას გააკეთებს Fed-ი და შემდეგ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბაზარს ქმნის ადამიანის ფსიქოლოგია ადამიანის ნერვები, შიში და ასე შემდეგ. ვიკლიზე ვხედავთ რომ ეს არის ლეველი მეგობრებო და როცა ჩვენ ვარეჯექტებთ რაღაც ლეველს, დავიწყოთ ისე ვიქიდან, როცა ჩვენ ვარეჯექტებთ რაღაც ლეველს, ხო, ყოველთვის ჩდება ესეთი კითხვა. ოკეი, ბაზარი წამოვა ქვემოთ, ბაზარი დავარდება, ხო, მაგრამ სად შეჩერდება, სად შეიძლება მოძებნოს სუპორტი და ამავე. ყოველთვის მაქვს ახსენილი მეგობრებო. საიდანაც ბაზარმა დაიწყო ზრდა, ანუ იღლია, სადაც ვამბობ რომ იქ ხდება ხოლმე ყოველთვის რეტრეისმენტი, საიდანაც ბაზარმა დაიწყო იმპულსები და რაღაც კონკრეტულ ლეველს არეჯექტებს, მაგ შემთხვევაში ბაზარი მოდის ხოლმე უკანა, ტესტავს იმ ლეველს, საიდანაც დაიწყო მან ზრდა და საიდანაც გაარღვია კონკრეტული ლეველი, ან გააკეთა all time high. ამიტომ ჩვენ აქ ვიკლიზე ვხედავთ რომ აქედან დაიწყო ბაზარმა ზრდა და აქ ლეველს ვერ დავსვათ, იმიტომ რომ არის მაღალ time frame-ზე, double time frame-ზე რო გადავალთ, რა თქმა უნდა ლეველების fine tuning-ი შეგვიძლია, ეგ ნიშნავს იმას რომ უფრო ადვილად შეგვიძლია ლეველები დავიმახსოვროთ და ამიტომ ვამბობ მეგობრებო ყოველთვის რომ აუცილებელი არის, როცა შენ ანალიზს აკეთებ მით უმეტეს long term-ს და საინვესტიციოდ ყოველთვის დაიწყო მაღალ time frame-დან და შემდეგ ჩამოყვე ქვემოთ. ბევრი ამას არ აკეთებს ხოლმე და ამიტომაც ბევრ რაღაცას ვერ ხედავენ ხოლმე. იმიტომ რომ მაღალ time frame-ზე შენ double time frame შენ შეიძლება თქვა რომ bear market-ში ვარ და კრიზისში ვარ, მაგრამ weekly-ზე ხედავ რომ ჩვეულებრივ აღმავალი ტრენდი გვაქვს, ხო? Low, higher high, higher low, higher high და აქ შეიძლება გაკეთდეს higher low, ხო? ამიტომ აუცილებელი არის ყოველთვის რომ ყველა time frame-ი გავიაროთ ხოლმე. weekly-ზე ხედავთ მეგობრებო რომ აქ არის ეს საინტერესო ლეველი, რომელიც შეიძლება გაიტესტოს.
და ყველა ზუსტ შემთხვევაში, ანუ ესეც თუ დავკარგეთ, მაგ შემთხვევაში შეიძლება ბაზარმა კორექცია გააკეთოს პლუს-მინუს 82-დან $85,000-მდე, მაგრამ ანუ ამასაც ვერ განსაზღვრავთ ჯერ, სადამდე შეიძლება ჩამოვიდეს, სანამ ესე ვთქვათ, double time frame-ზე არ გადავალთ. ხო, double time frame-ზე რო გადავიდეთ, მეგობრებო, უკვე daily-ზე უკვე სხვა სურათი გვაქვს, daily-ზე ვხედავთ, რომ ეს არის ის level-ი, რომელმაც წაგიყვანა ჩვენ აქ all time high-ზე. ანუ არის სიგნიფიკანტური level-ი. ხომ რამ წაგიყვანა all time high-ზე, წაგიყვანა აი ამ წერტილმა, აქედან დაიწყო იმპულსები, აქედან დაიწყო ზრდა, ხო? შემდეგ ხედავთ, რომ ჩვენ დავარეჯექტეთ ეს all time high, ანუ ვეღარ გავარღვიეთ, აქ რომ გარღვეულიყო ეს all time high. მაგ შემთხვევაში ჩვენ გვეწოდინებოდა რომ ჩვენ გაგვიაქტიურდა ლონგები, შეგვეძლო შევსულიყავით ლონგებში, მაგრამ რა თქმა უნდა არ გაგვიაქტიურდა, იმიტომ რომ ვერ გავარღვიეთ ეს level, ჩვენ დავარეჯექტეთ ეს level-ი. რაც ნიშნავს, რომ შენ რაღაც კონკრეტულ level-ს არეჯექტებ, ესე იგი არ არიან საკმარისი მყიდველები, ესე იგი ბაზარი ვერ მიდის წინ, არ აქვს საკმარისი ზრდა და რა შვება ხოლმე ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ბაზარი მოდის ხოლმე ქვემოთ, იმიტომ რომ საწვავი დაიმატოს, რაც ნიშნავს ეს იმ მოდის ქვემოთ, იმიტომ რომ მათ ვისაც აქ ორდერები უდევს, ანუ ყიდვის ორდერები იმათ რომ შეევსოთ თავიანთი ორდერები და ახალი ძალით, ახალი ფულით რომ ბაზარმა გააკეთოს ეცადოს ახლიდან ზრდა და ეცადოს ამ ლეველის გარღვევა. ამ ლეველს ისევ თუ დავარეჯექტებთ, რა თქმა უნდა, წამოვალთ ისევ ქვემოთ, ხო, ამიტომ შენ თამაშობ ზუსტად აი მაგ თამაშს. ახლა ნახეთ რა ხდება, მეგობრებო. აქ ჩვენ გვაქვს ლეველი, მაგრამ შემდეგ უნდა გავიაროთ ის, რომ აქ რა ხდება, ეს რა არის. ეს არის მეგობრებო, ჩვეულებრივი liquidity. ვიკლიზეც რომ გადავიდეთ, აი ხედავთ, რომ მას არის მთლიანი ბოქსი. ხედავთ აქ რომ ეს არის level-ი daily-ზე, აქაც შეგვიძლია ესეც გვიდასტურებს რომ ეს არის level-ი და ეს რო გავავლოთ მეგობრებო, daily-ზე რო გადავდივართ, აქაც ხედავთ რომ ეს არის იდეალური level-ი მართლა გასატესტად, რომელიც გავტესტეთ. აი ამ ყველაფერს რას შვება ჩემი მაუსი. ამ ყველაფერს გვიდასტურებს ისიც მეგობრებო, რომ აი აქ ხედავთ რომ აქაც არის შეხვები და ეს არის რა თქმა უნდა მართლა იდეალური level-ი გასატესტად. ჩვენ გავტესტეთ ეს level-ი, მაგრამ რა თქმა უნდა ჯერ არ ვიცით ეს იყო ის level-ი, რასაც ველოდებოდით და წავალთ არა ბაზარი ქვემოთ. მოდი სანამ გეტყვით თუ რა უნდა მოხდეს იმის რომ ბაზარი წავიდეს ისევ მაღლა, გეტყვით იმას რომ თუ ჩვენ ეს level-ი ვერ შევინარჩუნეთ, მაგ შემთხვევაში რა მოხდება? ანუ თუ აქ არ იყო საკმარისი ორდერები, თუ აქ არ იყო საკმარისი საწვავი და ვერ წავიდა ბაზარი მაღლა და დავკარგეთ ეს level-ი, რა თქმა უნდა, სანთელი უნდა გაიხსნას და დაიხუროს ამ level-ის ქვემოთ. მაგ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვარავდოთ მეგობრებო, რომ აქედან ჩვენ ავიღებთ ლიკვიდობას. რას ნიშნავს ლიკვიდობა? ისევ ადვილონაზე რო ახსნა მეგობრებო, შენ თუ მაგალითად აი აქ შეხვედი გინდ ტრეიდში, გინდ ინვესტიციაში, გინდ swing trading-ში არ აქვს მნიშვნელობა, ხო? და აქ იყენია stop loss, ხო? აქ გაისტოპები. აქ ვისაც უყენია stop loss, ისიც გაისტოპება. აქ სადღაც ვისაც რა stop loss-ი უყენია, ისინიც გაისტოპებიან. ავიღებთ ქვემოდან ლიკვიდობას, აი როგორც აქ იყო ლიკვიდობა. ბევრს ეყენა აქ stop loss-ი, აქ stop loss-ი, აქ stop loss-ი. ხედავთ რომ ამ ვიკით ყველა გაისტოპა და შემდეგ წავიდა ბაზარი მაღლა, ხო? შემდეგ შეიძლება ვიღაცა აქ ეყენა stop loss-ი, შეიძლება აქ double time frame-ზე იყოს stop loss-ები. ეგენიც გაისტოპნენ ვიკით და წავიდა ბაზარი მაღლა, ხო? ესე ვადვილენაზე რომ აგიხსნათ მეგობრებო, ბაზარი წამოვიდა ქვემოთ, ხო? აქედან აიღო მან საწვავი, აიღო ლიკვიდობა, მაგრამ როგორც ჩანს, არ იყო ის საკმარისი ლიკვიდობა, რომ გაერღვია ეს level-იც და ბაზარი წასულიყო მაღლა, ხო? ამიტომ წამოვიდა ესე ქვემოთ, რომ ისე ქვემოდან აიღო ლიკვიდობა, აი ამ level-ის ქვემოდან, სადაც იყო აქ stop loss-ები, ესე ვთქვათ, stop loss-ები გაისტოპნენ, აქ ახალი ორდერები შეესვა და ბაზარი წავიდა მაღლა და გააკეთა ახალი all time high, ხომ? აი ეს არის ზუსტად ეს ლიკვიდობა მეგობრებო. რა თქმა უნდა, ყველაზე პოზიტიური, ყველაზე აგრესიული, ყველაზე კარგი რამ ბაზრისთვის და კარგი დინამიკის შესანარჩუნებლად იქნება ის, რომ ეს level იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ბაზარი წავიდეს მაღლა, მაგრამ საიდან შეგვიძლია მივიღოთ ის სიგნალები, რომ ბაზარი წავა აქედან მაღლა თუ არა, ამისთვის მეგობრებო, უნდა შევხედოთ თუ სად იმყოფე, ესე ვთქვათ, რა კონსტრუქცია გვაქვს და რა კონსტრუქცია უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, ტრენდი შეიცვალოს, ხო? ანუ როგორც თქვი, ვიკლიზე გვაქვს რა თქმა უნდა აღმავალი ტრენდი, ამაზე არ უნდა ვინერვიულოთ, რომ აღმავალი ტრენდია და რამე არა, მაგრამ ვიცით, რომ ესე ვთქვათ, ეს ტრენდი, ეს აღმავალი ტრენდი გრძელდება სანამ აქ ვართ, მაგრამ ანუ აქ ვიკლიზე ახლა ჩვენ ვერანაირად ვერ დავინახოთ ბაზარი წავა მაღლა, ექნება კარგი რეაქცია თუ არა, ხო? მაგრამ დელიზე რო ჩამოვდივართ და 4 საათიანზე აქ უკვე იდეალურად ხედავთ მეგობრებო, რომ რა level-ები უნდა გაირღვეს იმისთვის, რომ ბაზარზე მოხდეს პოზიტივი. მოდი ჯერ დავიწყოთ იქიდან მეგობრებო, ანუ ადვილად რომ გავიკოთ ეს ყველაფერი, ჩვენ გვაქვს დაღმავალი ტრენდი, ანუ ბაზარი წამოვიდა ქვემოთ, ხო? ბაზარი ქვემოთ არ მოდის.
ესე და ბაზარი მაღლა არ მინდის ესე ხო აკეთებს რა თქმა უნდა ესე ვთქვათ იმ ტალღებს რომელიც დავხაზი აქ და რომელსაც ხედავთ აი აქ ხომ ანუ ჩვენ გვაქვს ხლა დაღმავალი ტრენდი და როდის იცით შენ რომ ტრენდი შეიცვალა ვიცით მაშინ როცა ჩვენ გავარღვევთ ამას ეს იქნება უკვე პირველი ტაჩი ყველაზე აგრესიული ტრეიდი რომელიც შეგიძლია იყო და მე იქნება უკვე ორმაგ კონფირმაცია და ტრეიდის აღება და მე უკვე შეგვიძლია ვარაუდოთ რომ ჩვენ აქ ვაკეთებთ higher highs higher lows და ბაზარი შეიძლება წავიდეს მაღლა. ეხლა ეს ყველაფერი გადმოთაგმოთ აქ მეგობრებო, ხედავთ რომ გვაქვს ჩვეულებრივი დაღმავალი ტრენდი. high low high lower high lower low lower high lower low და აქ ხედავთ ხლა ესეთ რაღაცებს მეგობრებო აქ ხედავთ აქ პატარა ვოლუმენო 4 საათიანზე ეს თუ გავარღვიოთ 4 საათიანზე მეგობრებო ეს იქნება ჩემთვის უკვე პოზიტივი აქ შეიძლება მე უკვე ლონგებს ვეძებდე და აქ ლონგში შევიდე ანუ 4 საათიანზე უკვე იქნება ძალიან საინტერესო და პოზიტიური მაგრამ ამ ყველაფრისთვის რომ ბაზარი წავიდეს მაღლა მეგობრებო ხედავთ აქ რომ daily-ზე ვხედავთ რა სად არის high, სად არის low, ხო? ვხედავთ რომ ეს არის ჩვენი high. ანუ ეს არის lower high, ეს არის lower low. ანუ აქედან რო წამოვიდეთ, ეს არის lower low, მაგრამ აქედან თუ გავზომეთ, რა თქმა უნდა, higher low გამოდის, ხო? ანუ ესე თუ წავედით, higher low აქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს lower low გამოდის, ანუ low, high, higher low, higher high, higher low, higher high. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის higher low, ანუ ამასთან შედარებით ეს არის higher low და რაც ჩვეულებრივად რა თქმა უნდა შესაძლებელი არის, ხომ? ესეც რა თქმა უნდა არის low, მაგრამ აქ არაფერი არ გატესტილა, აქ იყო ჩვენი გასატესტი ადგილი, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი higher low. მით უმეტეს weekly-ზეც რომ გადავიდეთ, ვხედავთ აქ, რომ ანუ ეს არანაირად არ არის higher low, ეს low რაც გაკეთდება აქ, ანუ ამას თუ არ ჩამოსდა, ის იქნება higher low. მაგრამ ეს რაც შეეხება მაღალ ტაიმფრემს და დაბალ ტაიმფრემზე მეგობრებო, ანუ ისევ daily-ზე რომ გადავიდეთ, გვაქვს აქედან თუ დავიწყოთ დაღმავალი ტრენდი, lower low-ები და lower high-ები, გვაქვს აქ high, გვაქვს აქ low, ეს იყოს, აღარ დავხაზავ სხვა იმას და რა უნდა მოხდეს ახლა აქ მეგობრებო, რა გუნდა ჩვენ გვინდა ის რომ გავარღვიოთ ეს high, ოღონდ გავარღვიოთ, რაც ნიშნავს გარღვევას, ანუ სანთელი გავხსნათ და დავუხროთ ამ ლეველის მაღლა და მაგ შემთხვევაში ჩვენ გაგვიაქტიურდება აქ ლონგები და შემდეგი ყველაზე სიგნიფიკანტური ლეველი მეგობრებო, რასაც ჩვენ დავეჯახებით, ეს იქნება აი ეს. რა თქმა უნდა, ეს ლეველი თუ გავარღვიეთ, ჩვენ გაგვიხსნება გზა აქამდე, ანუ აუცილებლად არ, ანუ დარწმუნებული არაფერში არ ახარ. არც ტრეიდებში და არც ინვესტიციაში, მაგრამ ლოგიკური და ბუნებრივი მოვლენა იქნება, რომ აქ სიძლიერს რო დაანახებ და გარღვევ, ანუ ვაკეთებთ higher highs, higher lows, higher highs და daily-ზე უკვე ხედავთ, რომ აქედან დაიწყო ყველაზე დიდი ვარდნა, რომელმაც აგვიყვანა აქ ლოკალურ low-ზე, აი აქ და ეს ლეველი თუ გავარღვევთ, მეგობრებო, შემდეგ შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ ახალ all-time high-საც დავდებთ. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ბაზარმა დაარეჯექტა ეს ლეველი, შემდეგ ეს ლეველი წამოვიდა ქვემოთ, ვეღარ გავარღვიეთ მაღლა, ანუ დავარეჯექტეთ ეს ლეველი და აქედან დაიწყო დიდი დროპი, მერე გავატესტეთ ის დროპი და აქედანაც წამოვიდა ბაზარი ქვემოთ და გვაქვს lower low-ები და lower high. მაღალ ტაიმფრემზე თუ გავარღვიეთ ეს ლეველი, შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ გავტესტავთ აი ამ ლეველს, რომელიც არის $117,000 და ეს $117,000 თუ გავარღვიეთ, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იქნება ჩემი აზრით, შემდეგი all-time high. ეხლა ნახეთ რა ხდება, მინდა გითხრათ სიმართლე მეგობრებო და ის ფასის კონსტრუქციები, რომელსაც ეხლა ვხედავთ ჩვენ აქ ბაზარზე და ბიტკოინზე, მინდა გითხრათ, რომ არ მომწონს, იმიტომ რომ ეს უფრო გამოცდილებიდან გეუბნებით ეხლა მე. ესეთი კონსტრუქციის აშენება როგორც აქ ხდება ძალიან არ მომწონს ხოლმე და იმიტომ გეუბნებით რომ მე ახლა მაგალითად შორტებს ვუყურებ, იმიტომ რომ ბაზარი არ გამოიყურება ძლიერად. ანუ იქ შიში არის, იქ ოქრო იწევა, იქ ვერცხლი იწევა, იქ ჩემი აზრით რუსეთ-უკრაინის ომი არ დამთავრდება და პირიქით უფრო გაჩაღდება და უფრო ცუდი რაღაცები მოხდება, უფრო შეიძლება დიდი მასშტაბები მოიცვას და შემდეგ. და ამ ყველაფერს ხედავთ მეგობრებო, კრიპტოს ბაზარზეც რა თქმა უნდა და ხედავთ კიდევაც ინდექსებზეც, ანუ S&P-მაც მე მგონი უკვე all-time high გააკეთა, აღარ მახსოვს Dow Jones-ი იყო, შემდეგი თუ რუსელი არ მეგონი Dow Jones იყო, რომელმაც კიდე ახალი all-time high გააკეთა, ანუ ყველაფერი მაღლა და მაღლა მიდის, ეს ყველაფერი ხდება პანიკაზე, ისინი სავარაუდოდ უკვე კორექციას გააკეთებს, მაგრამ რაც მე მანევრიულებს ხომ ყოველთვის არის ის, რომ როცა კრიპტო ბაზარი მიდის მაღლა, მაგალითად აი ჯემ პაულმა რო თქვა, რომ ისა საპროცენტო განაკვეთს დაუწევთ, რა თქმა უნდა, ეს პოზიტივად აისახება კრიპტო ბაზარზეც და აქციების ბაზარზეც, ხო?
მაგრამ ამ შემთხვევაში ოქრო და ვერცხლიც იწევს, ხო? ამიტომ ესე იგი უნდა დავფიქრდეთ, ვინ ყიდულობს ოქროს და ვერცხლს, ხო? ოქრო და ვერცხლს უფრო ოქროს ყიდულობს ბანკები, ყიდულობენ ინსტიტუტები, ყიდულობენ დიდი ინვესტორები და ამჟამად. რატო? იმიტომ რომ მეშინიათ რაღაცის, ხო? და ჩვენც ყოველთვის ზუსტად მაგას ვამბობ, მეგობრებო, რომ არ უნდა გააკეთო ის, რასაც ისინი გეუბნებიან, ან რასაც გეუბნებიან, რომ შეიძლება მოხდეს. ამას უნდა დაუჯერებთ. გააკეთეთ ზუსტად იგივე, ერთ-ერთი ზუსტად იგივე, რასაც ისინი აკეთებენ და მაგ შემთხვევაში შეუძლებელი არის რომ ფული არ გააკეთო. ამიტომ მეგობრებო, ყოველთვის დავაკეთეთ ხოლმე მათ მოქმედებებს და მათ მოქმედებებს ხედავთ მეგობრებო, რომ ბევრი აკაშებს ბევრ რაღაცას, იმიტომ რომ ბაზარი რაც უფრო და უფრო მაღლა მიდის, მით უფრო და უფრო მეტი რისკი აქვთ, რომ თავიანთი საფულე გაუფასურდეს და ესე ვთქვათ, დავარდეს. და რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში ყიდიან ხოლმე ხო და ახლა ვხედავთ აქციებზეც და ინდექსებზეც, რომ ყველაფერი არის all time high-ზე, რა თქმა უნდა, ისინი თავს იზღვევენ რაღაცებისგან და ყიდიან, ხო, ამიტომ შეიძლება თქვენთვისაც რაღაც ნიუსი იყოს იმისთვის, რომ თქვენ ესე ვთქვათ, რაიმე გადაწყვეტილებები მიიღოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გაარკვიოთ ეს ყველაფერი რა გინდათ და რა არ გინდათ. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, აღნიშნე ეს ლეველი, რომ ეს ლეველი უნდა გავარღვიოთ და წავალთ მაღლა, ხომ? ეს ლეველი შეგვიძლია კიდე დავადასტუროთ, რატომ არის საინტერესო, იმიტომ რომ აქედან არის drop off-ი, რომელიც იწყება, ეს არის high გინდა drop off-ი დავარქვათ, ანუ lower low და lower high-ები daily-დან რომ ავიღოთ. აი, ნუ ეს იყო აქ drop off-ი, lower high, lower low, lower high, lower low და თუ გავარღვიოთ, რა თქმა უნდა, მე უკვე აღმავალი ტრენდი იწყება, ხომ? და აქ ხედავთ, რომ ეს არის სიგნიფიკანტური ლეველი, იმიტომ რომ აქაც შეხებები, რომელმაც წაგვიყვანა ახალ all time high-ზე და ვერ გავარღვიოთ ეს ლეველი, აქაც შეხებები, აქაც ეს drop off-ი, ანუ ეს არის ახლა ჩვენთვის სიგნიფიკანტური ლეველი. თუ აქ ჩვენ დავარიჯექტეთ, აქ რა თქმა, იმიტომ გითხარით მე რომ აქ მე ვეძებ შორტებს. მაგრამ პირდაპირ შორტს არ ავიღებ, იმიტომ რომ საერისკოა, პირდაპირ სუპორტიდან მოდიხარ და პირდაპირ სუპორტიდან რო ეჯახები ლონგერებს და მყიდველებს შორტით, არ არის რა თქმა უნდა მიზანშეწონილი და არ არის ჭკვიანური, იმიტომ რომ საერისკო ტრეიდია, იმიტომ რომ ვინც აქ იყიდა, მათი მიზანია რომ უფრო მაღალ და მაღალ გაყიდონ და ეს ლეველი გატესტონ მაგალითად, ამიტომ შენ არ გინდა რომ მათ წინააღმდეგ ესე ვთქვათ რაიმე ტრეიდი აიღო, ხო? ამიტომ მე დაველოდები აქ ფასში რა მოხდება და ფასში ავიღებ შორტს. ნუ ეს იქნება scalp short-ი, მაგრამ თუ გამოვიდა და იყო კარგი შორტი, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვაროთ, რომ ძალიან კარგი შორტიც გაკეთდება და ლონგებიც რა თქმა უნდა მეგობრებო, აქ ახლა მე ლონგს არ ვეძებ, იმიტომ რომ ლონგისთვის მე მინდა რომ კარგი ლიკვიდობა ავიღოთ, კარგი ვიკი გქონდეს და წავიდეს მე ბაზარი მაღლა, როგორც იყო მაგალითად აქ, როგორც იყო მაგალითად აქ, როგორც იყო მაგალითად აქ, რასაც მაგალითად აქ ვერ ხედავთ. ამიტომ მე ლონგებისგან პლუს-მინუს ახლა თავს ვიკავებ, სანამ არ მექნება კარგი კონფირმაციები იმის რომ ბაზარი შეიძლება წავიდეს მაღლა. ანუ ისევ კონკრეტულად, ისევ ადვილად რომ ახსოვთ მეგობრებო, აქ ვეძებ შორტებს, ლონგებით ჯერ არ ვარ დაინტერესებული, სანამ ახალ ლიკვიდობას არ ავიღებთ, ან არ გავარღვევთ ამას. მანამდე ლონგებით არ ვარ დაინტერესებული. მაგრამ მე ვარ შორტებით დაინტერესებული აქ, მიუხედავად იმისა, რომ სუპორტთან ახლოს ავარ და რივარდით არც თუ ისე საინტერესო არის, მაგრამ ფასში თუ ვითამაშე ეს ტრეიდი, მაგ შემთხვევაში რივარდიც კარგი იქნება და რისკებიც უფრო დაიწევს და აქ თუ ავიღე შორტი, რა თქმა უნდა, დავატარგეტებ მე ამ ლიკვიდობას, რომელზეც ხშირად ვსაუბრობ ხოლმე, რა არის ლიკვიდობა მეგობრებო, კიდევ ერთხელ რომ ახსნათ. აქ თუ აყენებს ვიღაც სტოპ-ლოს, აქ თუ აყენებს ვიღაც სტოპ-ლოს, აქ თუ აყენებს ვიღაც სტოპ-ლოს, რას ნიშნავს? სად იყურება ბაზარი? ბაზარს უნდა ყოველთვის ფულის აღება და უნდა ის რომ სხვა წაართოს ფული და თვითონ ჩაიდოს ჯიბეში და აქ თუ გაისტოპა ყველა დაიღო ლიკვიდობა, ნიშნავს იმას რომ ბევრი დაკარგავს ფულს, პლუს ბევრი შეევსება ორდერები და ახალი ძალით შევესებით რომ წავიდეთ მაღალ და გავარღვიოთ ესე ვთქვათ მაღალთა ლეველები. ეს დარჩება K ლეველი მაინც იმისთვის რომ გავაკეთოთ all time high, ამის გარღვევა იქნება აუცილებელი, მაგრამ აქ double time frame-ზე შეიძლება სულ სხვა კონსტრუქცია წარმოიშვას და მე ეს ლეველი საერთოდ აღარ იყოს საინტერესო და იყოს სხვა ლეველი, იმიტომ რომ აქედან თუ გავაგრძელებთ lower low და lower high-ები, მაგ შემთხვევაში ეს ლეველი ჩვენთვის უკვე აღარ იქნება საინტერესო, საინტერესო იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აქ long-ს ავიღებთ, რომ აქ დავაფიქსიროთ სადმე მოგება, იმიტომ რომ ინტერაქცი ლეველი მაინც იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ბაზარი ესე კიდე წამოვიდა ქვემოთ, ამ შემთხვევაში ეს იქნება ახალი საინტერესო ლეველი, იმიტომ რომ ეს თუ გავარღვეთ, მაგ შემთხვევაში ისევ აქ ტრენდს ვცვლით. ამიტომ მეგობრებო, ამ ორ ლეველს უყურებ ახლა მე ჯერჯერობით, აქ უყურებ შორტს და თუ დავკარგეთ ეს ლეველი მეგობრებო, მაგ შემთხვევაში ჩვენ გავტესტავთ აუცილებლად აი ამ ლიკვიდობას და ეს ლიკვიდობაც თუ დავკარგეთ უკვე მეგობრებო და თუ გავაკეთეთ ესეთი რაღაცა, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნუ აქაც არის რაღაცა ტუსენ სტოპ ესე ვთქვათ, შუა გაჩერებასავით, რომელიც არ გაგვიტესტია და ესე ვთქვათ, ავიღეთ ლიკვიდობა, ამიტომ ესეც მექნება თვალში, რა თქმა უნდა.
შეიძლება ლიკვიდობა ვიყოთ აქამდე, იმიტომ რომ ბაზარი აქედან რო წამოვიდა ქვემოთ, მე ველოდებოდი რომ აქედან აიღო ლიკვიდობა და ქვემოდან, რაც არ გააკეთა, დაგვიტოვა ეს ადგილი გასათესად, ანუ ჩვეულებრივად შესაძლებელია რომ აქედან აიღოს ლიკვიდობა და მე წავიდეს მაღლა. მაგრამ მე რა თქმა უნდა ფასში დაველოდები თუ სად მოხდება ინტერაქცია, აქ მოხდება ინტერაქცია თუ აქ მოხდება ინტერაქცია და რა თქმა უნდა შემდეგ შევიდე ამ კონკრეტულ ტრეიდებში, ეს რაც შეეხება ტრეიდებს მეგობრებო, მაგრამ buy order-ები აქაც ამაგ დაყენებული და აქაც ამაგ დაყენებული Bitcoin-ზე ეს VDC საფულეზეც განახებთ ამ ყველაფერს მეგობრებო და ეხლაც გეუბნებით. მაგრამ ხდება თუ არა Bitcoin-ში და Ethereum-ში ინვესტიცია სარისკო და რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ რისკებისგან, ამაზე ცალკე ვიდეოს გაგიკეთებთ, იმიტომ რომ მეც უკვე როგორც გითხარით, ჩემი საკუთარი საფულედან გავყიდო უკვე Bitcoin-ები გარკვეული მიზეზების გამო, რაზეც რა თქმა უნდა ვისაუბრებ, მაგრამ ამ ვიდეოში უკვე ბევრი რამ გითხარით, რომლებიც ძალიან დიდი მიზეზები იყო, რამაც გადამაწყვეტინა ეს არის ის, რომ ყველაფერი all time high-ზე არის, ბაზარი მიდის მაღლა, ვხედავთ რომ altcoin-ები არ მიდიან მაღლა და altcoin-ებს ვაპირებ. პირადად თქვენთვის კიდე ცალკე ვიდეო შეაწერეს, იმიტომ რომ ბევრი მეკითხება რომ აი ეს როდის გაიზრდება, ეს როდის გაიზრდება, Bitcoin-ი გაიზარდა, Ethereum-ი გაიზარდა, მაგრამ ისინი მაინც ისერჩებიან. მე მგონია რომ კრიპტო altcoin-ების ბაზარი აღარ გაიზრდება და ესეთი მოგებები აღარ დაფიქსირდება როგორც აქამდე იყო, რა თქმა უნდა შეგიძლია მე არ ვარ არც altcoin hateri, არც რა ვიცი ტექნოლოგიის რო არ გჯერა ეგეთ რა ბევრი სულ რაღაცები არის ხოლმე, მაგრამ მე მიყვარს ფული, მე მიყვარს ციფრები და ახლა რო გადავიდეთ Bitcoin-მა გააკეთა ნახეთ. 20 გადავიდეთ Bitcoin-მა ნახეთ რა გააკეთა. Ethereum-მა ნახე რა გააკეთა. მოდი ახლა გადავიდეთ ADA-ზე. ADA ნახეთ რას აკეთებს. არიჯექტებთ ამ ლეველს, რომელიც წამოვაქვთ. თან ახლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო. როცა ვიღაცა რაღაცას ხედავთ რომ ესეთი ზრდა არის, ხომ? რადგან შენგინა დინამიკა, ესე ვთქვათ, დინამიკა შენარჩუნდეს და ბაზარი წავიდეს მაღლა, ხო? მაგრამ ხედავთ, ავა თუ არა, მაღლა ეგრევე ვარდება ქვემოთ. ავა თუ არა, მაღლა ეგრევე ვარდება ქვემოთ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ არავის არ აქვს ინტერესი ამ altcoin-ებში და უბრალოდ უნდა პატარა ტრეიდების გაკეთება, რასაც მე თვითონაც ვაკეთებ. ხო, ანუ swing ტრეიდებს მე ყოველთვის ვიღებ ხოლმე, მაგრამ ვაყენებ იმ stop loss და თუ გავისტოპე, დავკარგე ჩემი ფული, ხო, მაგრამ მე იქ წლები არასდროს არ ვიქნები ინვესტიციაში, მაგრამ ამაზე შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, ცალკე ვიდეოს თუ რატომ მგონია რომ კრიპტოში altcoin-ებში ინვესტიცია არის ჩვეულებრივი ჰობი. გადავიდეთ ახლა მეგობრებო Ethereum-ზე, Bitcoin-ზე ჩემი აზრით ყველაფერი უკვე დავწერეთ, თუ რაიმე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ რომ დამისვათ Discord-ზე, რომელიც არის აღწერებში, რომლის ლინკიც არის აღწერებში. მე მგონი ყველა ლეველი არის ჩვენთვის გასაგები, რომელიც ახსენი რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ბაზარი წავიდეს ქვემოთ და რა არ უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ბაზარი წამოვიდეს ქვემოთ. და სად ვედეთ მე ესე ვთქვათ ტრეიდებს ან სად არის საინტერესო ყიდვა და გაყიდვა. გადავიდეთ Ethereum-ზე მეგობრებო, Ethereum-ზეც ვხედავთ რომ ჩვენ დავარეჯექტეთ ეს აი მე ამას არასდროს არ განვიხილავ ხოლმე ლეველად, რატო არ განვიხილავ ლეველად? იმიტომ რომ ჯერ რას ნიშნავს ლეველი? შენ გაქვს ლეველი, როცა ერთი შეხება არის, მეორე შეხება არის. ამ შემთხვევაში წარმოიშვება ლეველი, ხო? ანუ შენ გჭირდება მინიმუმ 2 სანთელი, ანუ ერთი აქ უნდა იყოს, მეორე აქ მაგალითად ან მაგალითად აი აქ. ახლა აქ ხედავთ რომ წარმოიშვა ლეველი, ხო? მაგრამ მანამდე არ იყო ლეველი. ხედავთ რომ ეს არის დარეჯექტებული, ბაზარი მოდის ქვემოთ და ესე ვთქვათ, ისე Bitcoin-იდან რომ დავიწყოთ, ანუ weekly-ზე აქ ბევრს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ერთადერთი რაც ვიცით არის ის, რომ weekly-ზე გვაქვს აქ ეს box-ი, ამ box weekly-ზე ვერ ხედავთ აი ამას, მაგრამ იმიტომ მხოლოდ რომ აუცილებელი არის double time frame-ზე ჩასვლა. და double time frame-ზე უკვე რა თქმა უნდა ხედავთ აი ამ box. ეხლა რაც შეეხება Ethereum-ს მეგობრებო, ნახეთ, ანუ Ethereum-ზეც უკვე დახაზული მაქვს ყველაფერი. Ethereum-ს ნახე ზუსტად ანუ როგორ შემიძლია ზუსტად იგივენაირად აგიხსნათ და ზუსტად ერთი და იგივე რაღაცები ხდება ხოლმე. ხომ ანუ ნახეთ, დავარეჯექტეთ ეს ლეველი, გავარღვიეთ, მაგრამ ეს გარღვევა არ იყო სიგნიფიკანტური გარღვევა და daily-ზეც რომ გადავხედოთ მეგობრებო, ანუ პატარა გარღვევა იყო და პლუს ამას არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მარცხნივ გვაქვს ესეთი ლეველი, რომელიც დავარეჯექტეთ, ესე ვთქვათ, weekly-ზე, ხო, ამიტომ ეს არ იყო არანაირი გარღვევა, ეს იყო უბრალოდ ლიკვიდობის აღება და წამოვიდა მერე ბაზარი ქვემოთ. ნახეთ ახლა რა ხდება.
ისევ იგივე რაღაცა მეგობრებო, გაიზარდა ბაზარი, სად წამოვიდა ბაზარი, ბაზარმა მოძებნა ის ადგილი, საიდანაც დაიწყო ზრდა. ხო, ანუ აქ ხედავთ, რომ ინტერაქცია ქონდა ერთი, სადაც მე აქ შორტი ავიღე მეგობრებო, მაგრამ აქ აი როგორც ბიტკოინზე გეოვნებით თუ ძალიან მაგარი მაგალითი არის ახლა მეგობრებო. ბიტკოინზე აი მაგალითად სადაც გითხართ, რომ შორტს ვიღებ, მაგრამ პირდაპირ არ ვიღებ, არის აი მაგალითად ეს, აქ შეგეძლო შენ პირდაპირ შორტი აგიღო, მაგრამ მე აქ პირდაპირ შორტი არ ავიღე. რატო არ ავიღე? იმიტომ რომ ვიცი რომ აქედან ლონგერები მოდიან გიჟებივით, რომ ახალი all time high დაიდოს. ხო, ანუ შესაძლებელი არის რომ მოხდეს ლიკვიდობის აღება, მოხდეს ზრდა და მაღლა წამოსვლა, უბრალოდ წავიდეს მაღლა და მართლა გააკეთოს all time high, ხო? ეს წინასწარ არავინ არ იცის, მაგრამ როცა იცი რომ ლონგერები მოდიან, შენ არ გინდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ საწინააღმდეგოდ შორტი გახსნა, ხო? ამიტომ ელოდები ფასში თუ სად იქნება ესე ვთქვათ ინტერაქცია, ხო? თან risk reward-ზეც რომ გადავიდეთ ისე მეგობრებო. ნახეთ ხოლმე მაგალითად, აქ რომ ამეღო ტრეიდი, ხო, ანუ პლუს მინუს აქ ავიღებდი. stop loss თუ უნდა დამეფარა ანეს, ანუ უფრო მაღლა უნდა ავსულიყო. ხო, იმიტომ რომ double time frame შეგვიძლია ვნახოთ, რომ ეს ადგილიც არის გასატესტი. თან ესეც უნდა დამეფარა ჩემი stop loss. ხო, რაც რა თქმა უნდა, ჩემ ტრეიდს ძალიან აფუჭებდა. ჩემ risk reward-ს აფუჭებდა, იმიტომ რომ მე რას დავატარგეტებდი, რა თქმა უნდა ამას, ხო, აი ამ ქვემოთა ლეველს ლიკვიდობას არ დავატარგეტებდი, იმიტომ რომ მან წახვალ თუ არა არის, ხო? ანუ ჩემი რევარდი ან ესეთი იქნებოდა პლუს მინუს, ან უნდა ყოფილიყო ესეთი, ხო? ანუ 1-2-ზე კიდე არაუშავს, მაგრამ ეს იყო day trade და ანუ რამოდენიმე დღე ვიქნებოდი ამ ტრეიდში, ხო? ამიტომ ჩემთვის არ იყო აქ პირდაპირ ტრეიდის აღება საინტერესო. თან ყოველთვის ვამბობ, რომ ის ტრეიდი, ვინც რასაც ყველა ხედავს, არ უნდა იყო ხოლმე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გაისტოპებოდი და აქ entries და აქ stop loss ყველა ხედავდა, ხომ? ამიტომ არ იყო ჩემთვის საინტერესო და დაველოდე ფასში რა მოხდებოდა, ხედავთ რომ ნახეთ, ამოვიდა ფასი ქვემოთ, გქონდა ინტერაქცია, ანუ ეს რო გარღვეულიყო და შემდეგ ესეც რომ გარღვეულიყო, მაგ შემთხვევაში გამიაქტიურდებოდა მე ლონგები, ამის გარღვევაც დამაკმაყოფილებდა, მაგრამ არ იქნებოდა ჩემთვის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მე მირჩევნია რომ თლიანი ეს swing, აი, გაგვერღვია და მაგ შემთხვევაში მომეძებნა ლონგები. ამიტომ დაველოდე რომ ფასი ამოსულიყო აქ ან აქ, ნუ სადაც იქნებოდა, ნახეთ, ტყუილი უბრალოდ აქ რა თქმა უნდა stop loss არ დავდებდი, ხო? ამიტომ შესაძლებელი იყო რომ ფასი აქაც ამოსულიყო და ეს ადგილიც გაეტესტა, იმიტომ რომ აქ იყო ლიკვიდობის აღება და შეიძლება და ეს ადგილიც გაეტესტა, ხო? და ნახეთ ახლა რა ხდება, დაველოდე რომ ფასი ამოსულიყო აქამდე, ხედავთ რომ ფასი ამოვიდა აქამდე და აქ უკვე ველოდები თუ რა შეიძლება მოხდეს ფასში. ხედავთ რომ აგვაქვს ესეთი აღმავალი კომპრესია, რომელიც დავკარგეთ და როცა რაღაცას კარგავ, რაღაც ლეველს არ აღო და არ ეჯექტებ, რა თქმა უნდა, გეაქტიურდება შორტები ან ლონგები, ხო? ანუ რაღაცას თუ არ აღო გეაქტიურდება ლონგები, რაღაცას თუ არ ეჯექტებ, გეაქტიურდება, რა თქმა უნდა, შორტები. ამ შემთხვევაში ხედავთ რომ იყო ესეთი კონსტრუქცია და აქ მე მეაქტიურდება შორტები. შორტები შეგიძლია აიღო აქ, ან შეგიძლია აიღო აქ, ან შეგიძლია აიღო აქ. double time frames რო გადახვალ. ესე ვთქვათ, ბევრი შესვლის წერტილი იყო, ბევრი შესვლის წერტილები რო არის ხოლმე, ვიყენებ ხოლმე 3 ლეველის სტრატეგიას ხოლმე 3 ლეველის, 3 ლეველს ვხაზავ ხოლმე, თუ სად შეიძლება შეხვიდე და შემდეგ უყურებ ხოლმე თუ სად შეიძლება სხვა შევიდეს, სად შეიძლება სხვა დააყენო stop loss და ვცდილობ ხოლმე რომ ესე ვთქვათ, ჩემი entry იყოს ხოლმე ლიკვიდობაში. სად წავიდა ეს? აქ არის ხედავთ რომ ანუ დავკარგეთ ეს და მე პლუს მინუს შევედი აი აქ მეგობრებო. ანუ კონფირმაციები ისტორიიდანაც წამოვიღე მეგობრებო და ჩემთვის აი ეს იყო ძალიან კარგი entry იმისთვის რომ შევსვლიყავით. ხედავთ რომ რამდენი რიტესტები მოხდა, ანუ აქ წითელი რომ წაგვიყვანა აქ ლოკალურ high-ზე, შემდეგ აქ ეს გატესტვა, აქ ეს drop off-ი, აქ ეს შეხებები, ამიტომ ჩემთვის იყო ეს საინტერესო ლეველი იმისთვის რომ შევსულიყავი შორტზე და ვხედავთ აქ მეგობრებო რომ stop loss-ი დავაყენო high-ს ყოველთვის ან მთლიანად მე აქ არასდროს არ იმაშვრები ხოლმე, არასდროს არ ვიცავ ხოლმე ჩემი stop loss-ით, ყოველთვის უყურებ ხოლმე თუ სად შეიძლება კიდე ლეველი გაეტესტოს, ხო? ანუ აქ ვხედავდი რომ აქ აღარ შეიძლება და აღარ სად ანუ აღარსად იყო აქ გახსნილი რომ გატესტილიყო, ხედავ რომ ერთადერთი იყო აი აქ, ამიტომ მე დავფარე აი ეს ვიკი მეგობრებო, მაგრამ ბოლომდე აქ არ ავსულა რომ მთლიანი ვიკი აქ მაღლა არ დამიცვია ჩემი stop loss-ი და მოდი ახლა გადავხედოთ ჩვენ risk rewards მეგობრებო, ისევ ის ლეველი რო დავატარგეტოთ, ნახე 4-ზე მეტი არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველთვის ტოვებ ჩემ რაღაცა ტრეიდის ნაწილს და შემდეგ stop loss ავწევ ხოლმე ქვემოთ და აი აქ უკვე მე გავისტოპე მაქსიმალურ პროფიტში. ამიტომ
ეს არის რომ ანუ საპირისპიროდ არასდროს არ უნდა გინდოდეს ხოლმე ყოველთვის უნდა შეხედო რომ სადაც შენ შორტს იღებს საიდან მოდის ფასი და შენი საპირისპირო მხარე ეცდება თუ არა შენ გაგსტოპოს და ბაზარი წაიყვანოს პირიქით საპირისპიროდ. ამიტომ მე ყოველთვის ველოდები ხოლმე ესეთ შემთხვევაში ორმაგ კონფირმაციას ხოლმე. მაგრამ რო ყოფილიყო ესეთი აღმავალი ტრენდი, რა თქმა უნდა, აღარ დაველოდებოდი და პირდაპირ ავიღებდი. აქ ლონგს პირდაპირ ავიღებდი, აქ ლონგს პირდაპირ ავიღებდი, აქ ლონგს მაგალითად და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება ტრეიდს მეგობრებო, მაგრამ ისე რომ გადავიდეთ ჩვენ ეთერიუმზე, თუ რა შეიძლება მოხდეს. გადავიდეთ ისე დეილიზე, როგორ მიყვარს ხოლმე გადახვევები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მინდა ხოლმე თქვენს გაგიზიაროთ და როცა რაღაც საინტერესო მომივა ხოლმე ესე საუბარში ყოველთვის გიხსნით ხოლმე, ანუ ეთერიუმზე ზუსტად იგივე რაღაც ხდება, რაც ბიტკოინზე, რომელმა ლეველმა წაგვიყვანა მაღლა, ანუ რომელმა ვოლიუმენოდმა იღლია, მაგრამ აქ მნიშვნელობა რას დავარქმევთ. ამა წაგვიყვანა რა თქმა უნდა, დავარჯგდეთ, ბაზარი წამოვიდა ქვემოთ, სად შეიძლება ბაზარი აი აქ. ხედავთ რომ აქ ქონდა ინტერაქცია, ბაზარი წავიდა მაღლა, დავარჯგდეთ, ეს წამოვიდა ქვემოთ, უფრო ქვემოდან აიღო ლიკვიდობა, ხო? ანუ მთლიანი ეს ამ ლეველის გატესვა შეიძლებოდა. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, რა გვინდა მოხდეს იმისთვის, რომ ბაზარი წავიდეს მაღლა. მე მინდა რომ ეს 4 საათიანი ლეველი გაირღვეს პირველს. ჯერ, ანუ ეს 4 საათიანი რო გაირღვევა, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ აქ ძალიან ისეთ სიგნიფიკანტური გასატესტი დიდად აღარაფერი აღარ არის, ამიტომ ეს 4 საათიანი დეილიზე ნახოთ, დეილიზე რა ლეველი გვაქვს? დეილიზე ეს ლეველი არის სხვათა შორის, ნახოთ 4 საათიანზე. 4 საათიანზეც არის, მაგრამ ეს ლეველი ამ ლეველის გარღვევა უფრო მინდა. იმიტომ რომ ეს რომ გავარღვიოთ, რა თქმა უნდა, იქნება პოზიტივი, მაგრამ ისევ ეს ლეველი გვხვდება საპირისპიროდ. იმისთვის რომ ესე ვთქვათ ბაზარი წავიდეს უფრო მაღლა. რა თქმა უნდა ეს ლეველი თუ გავარღვევთ, აქ გაგიაქტიურდება ლონგები, მაგრამ ეს ლონგები იქნება, ანუ ამ ლეველს დაატარგეტებ, იმიტომ რომ არც აკავა თუ არა ბაზარი მაღლა. მაგრამ იმისთვის რომ ბაზარი წავიდეს მაღლა და გავარღვევთ ეს ლეველიც და გააკეთოს ახალი all time high, მაგისთვის ჩემთვის აუცილებელი არის რომ გაირღვეს ეს ლეველი და მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ბაზარი წავა მაღლა. და ზუსტად იგივე მეგობრებო, რა არ უნდა მოხდეს იმისთვის რომ ბაზარი წამოვიდეს ქვემოთ, თუ ჩვენ დავკარგეთ ეს ლეველი მეგობრებო, აი ეს 4 საათიან დეილიზე ვნახოთ როგორ გამოიყურება, დეილიზე ეს ლეველია. დეილიზე ეს ლეველია 4 საათიანზე ვნახოთ. 4 საათიანზე ეს არის რომელმაც წაგვიყვანა მაღლა, მაგრამ დეილიზე გამოდის ეს ლეველი. მე ყოველთვის დეილის ვუყურებ ხოლმე და დეილი არის აუცილებელი. თუ ჩვენ დავკარგეთ ეს ლეველი მეგობრებო დეილიზე, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეთერიუმიც გააკეთებს უკვე კარგ კორექციას და შეგვიძლია დავატარგეტოთ მეგობრებო აი ეს ლეველი, რომელიც მე მაგალითად ძალიან მომწონს. ეს ლეველი იწყება, ანუ შეგვიძლია აქაც ისტორიაში გადავიდეთ, რა თქმა უნდა, ანუ შეგვიძლია აქედან წამოვიღოთ ეს ლეველი. ანუ შეიძლება ეს ყველა ძალიან აგრესიულად გაიტესტოს, ან შეიძლება აქედან ლიკვიდობა ავიღოთ და შემდეგ წავიდეს ბაზარი მაღლა. ნუ რა თქმა უნდა, მე ველოდები ინტერაქციას ამ მთლიან ბოქსში, მაგრამ სადამდე დავარდება და სადამდე შეჩერდება ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არავინ არის. თუ ორდერების დაყენება გინდა, ანუ ორდერს აქაც დავაყენებდი მე, იმისთვის რომ თუ საინვესტიციო ორდერების დადება გინდა და აქაც დავდებდი იმისთვის რომ ესე ვთქვათ, გემბლინგი არ გავაკეთო, რომ აქ ჩამოვა თუ აქ ჩამოვა და გინდა აქ ჩამოვიდეს, გინდა აქ რომ ორივე ადგილზე ვიყო შევსებული. მაგრამ თუ ტრეიდებს ელოდები, ლონგ ტრეიდებს, რა თქმა უნდა, დაველოდები რომ ფასში ნახო სად მოხდება ინტერაქცია და მაგ შემთხვევაში აიღო ლონგები ან შორტები. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ბიტკოინ და ეთერიუმის განხილვა. იმედია მოგეწონათ ვიდეო, თუ მოგეწონათ აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და თუ არა გაქვთ გამოწერილი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ.